დღეს არის შაბათი 25 იანვარი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 12 იანვარი 2025 წელი და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს არის ხსენება წმინდა გეტულიუსის და დღეს არის ხსენება წმინდა ვიზეც გვისაუბრია ჩვენ ეს არის წმინდა გეტულიუსი და ასევე დღეს არის ხსენება წმინდა საბა სერბელის რომლის ხსენებაც ასევე არის 2 დღის შემდეგ წმინდა ნინოს დღესასწაულზე ოღონდ ამ დღეს მას აღნიშნავს ათონის მთა ამიტომ მაინც ხსენება განსაკუთრებულად აღნიშნავენ და ეს არის 59 საუბარი უპირველეს ყოვლისა ასევე ეს არის 293 საუბარი წმინდა გეტულიუსის შესახებ და ეს არის 271 საუბარი წმინდა საბა სერბელის შესახებ და ეს ჩვენ რადგან გვისაუბრია აღარ შევჩერდებით ამიტომ ისევ ვისარგებლებ მე შემთხვევით და მეორე დღის ანუ კვირის შესახებ მოგახსენებთ ეს არის 26 იანვარი საეკლესიო კალენდრით ეს არის 13 იანვარი 2025 წელი და ამ დღეს არის კიდევ ერთი წმინდანი, რომელზეც გვისაუბრია ბევრი, ეს არის წმინდა იაკობ ნიზიბინელი, ეს არის 59 საუბარი ასევე და ასევე ეს არის ფილმი მოგზაურობა წარსულისაკენ, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ, ამიტომ მე ამ წმინდანზე აღარ შევჩერდები, ძალიან ბევრი გვისაუბრია ამ წმინდანის შესახებ, უდიდესი წმინდანი. და ჩამოგითვლით დღეს 4 წმინდანის შესახებ გვიქნება ახლა საუბარი ეს არის უპირველეს ყოვლისა ეს არის წმინდა ჰილარიუს პიქტავიელი ეს არის წმინდა რემიგიუსი რეიმსის ეპისკოპოსი რემიგიუს რეიმსელი ეს არის წმინდა ლეონტიუსი კესარია კაპადოკიის მთავარ ეპისკოპოსი და ეს არის წმინდა სერვუს დეი მოწამე კორდუბელი. ნუ თანმიმდევრულად ვიწყებთ ესე იგი წმინდა ილარიუსის შესახებ. ილარიუს დიდი ესეც ეწოდება ხშირად. ილარიუს დიდი, ილარიუს პიქტავიელი, პიქტავიენსის ლათინურად ესეა პიქტავიელი პიქტავია იგივე პუატიე დღეს ესე ქვია ეს არის საფრანგეთის ქალაქი ეს არის აკვიტანიის პროვინცია ეს არის ვიენის დეპარტამენტი და ეს არის პუატუს მხარე რეგიონი და ჯერ მოკლედ ჩამოგითვლით მის შესახებ მოკლედ და მე უფრო ცლად მოგითხრობთ ეს არის დაახლოებით, ნუ გარდაიცვალა 67 ზუსტად, ნუ ზუსტად არ არის ყველაფერი მის შესახებ ცნობილი, სავარაუდოდ, ნუ 75-60 წლებია და ტრადიციული ძალიან, ესე იგი ეს არის თუ რამეს ქვია, იმ მკვიდრი პიქტავიელი, ანუ პუატიედან მკვიდრი ოჯახი ეს იყო, წარმართული ოჯახი იყო, რომელმაც მიიღო ნათლობა ჰილარიუსის დაბადებამდე და რაღაცა განსაკუთრებული განათლება ჰქონდა მიღებული და თვითონ აი ამ დეტალებს ახლა უფრო გეტყვით ზუსტად 45 წელი იყო 345 წელს თვითონ გახდა ქრისტიანი და ამასაც მოგიყვებით ეს რას ნიშნავს და ფაქტიურად 350 წელს რომ გახდა ეპისკოპოსი ამ პიქტავის რითი არის ცნობილი ილარიუსი რომ აი დაიწყო მთელი ცხოვრება ფაქტიურად მან შეალია აი ბრძოლას არიოზის ერესის გავრცელება ხდებოდა დასავლეთში განსაკუთრებით დასავლეთ სამყაროში და აი ამისი წინააღმდეგი იყო და ამას ებრძოდა და რის გამოც კონსტანცი მეორე იყო მაშინ კონსტანცი მეორე რომელმაც მფარველი იყო არიანელების და გადაასახლა ფრიგიაში აი ეს არის მოკლედ მის შესახებ აი ამ ფრიგიაში იგი განსაკუთრებულად გაეცნო
აღმოსავლურ ღვთისმეტყველებას, ესე რომ ვთქვათ, აღმოსავლელ მამებს, თეოლოგია და დაწერა კიდევ განსაკუთრებული წიგნები და ტრაქტატები, მაგალითად, მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი ეს არის ყოვლადწმინდა სამების შესახებ 12 წიგნად. სამწუხაროდ, ესე იგი, ნაკლებად ცნობილი არის ეს წმინდა, ნაკლებად შესწავლილი, უფრო სწორედ, თორე ცნობილი როგორ არ არის, ნაკლებად შესწავლილია. მოკლედ რომ ჩამოვთვალოთ, ეს იყო ასევე მასწავლებელი უდიდესი წმინდანის, ეს არის მარტინ მოწყალე, მარტინ ტურელი და მოკლედ ესე იგი კიდევ როგორც მოგახსენეთ, აი ეს მისი მონაწილეობა გადასახლების დროსაც სხვათა შორის საეკლესიო კრებებში მონაწილეობდა და აი ამ საეკლესიო კრებებში, ბევრ კრებაში მიიღო მონაწილეობა და მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას და აი ბოლოს მის შესახებ რაც კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ილარიუს დიდი და ასევე ეწოდა აი თავისი კომპრომისო ბრძოლის გამო დასავლეთის ათანასე, იგულისხმება ათანასე ალექსანდრიელი. აი როგორც ათანასეზე ჩვენ გვისაუბრია და გვითქვამს, რომ იყო ესეთი მის შესახებ ნათქვამი ათანასე მსოფლიოს წინააღმდეგ. ანუ რაღაცა პერიოდი იყო, რომ ათანასე დიდი ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო აღმოსავლეთ სამყაროში, აღმოსავლეთ საქრისტიანოში და ესე ეწოდებოდა და აი დასავლეთში იყო ილარიუსი. ჩამოგითვლით კიდევ ესე იგი წიგნებს მათეს სახარებაზე და ფსალმუნების განმარტება, კიდე კომენტარები, ყოვლადწმინდა სამების შესახებ, რაც მოგახსენეთ, კეისარ კონსტანციუსის მიმართ წერილი აქვს, პოლემიკური წერილი არიანელობის შესახებ დაწერილი, ასევე კონსტანციის წინააღმდეგ ესეთი წერილი, მისი სამართლობის შესახებ მისწერა წერილი, შემდეგ არიანელების წინააღმდეგ იყო ესეც და შემდეგ კრებების შესახებ ესეთი თხზულება აქვს დაწერილი და ასევე ფაქტიურად შეიძლება ითქვას ერთადერთი პირველი შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში ჰიმნოგრაფიაში აქვს ჰიმნები აქვს დაწერილი და 3 ჰიმნი არის ჩვენამდე შემორჩენილი და ასევე წყარო, ესე იგი, საიდან ვიცით მის შესახებ, ილარიუსის შესახებ, თავის თხზულებებში აქვს ბიოგრაფიული ცნობები თავის შესახებ მოცემული და ასევე მის შესახებ წერენ უდიდესი მამები იხსენიებენ მას განსაკუთრებულად იერონიმე, ნეტარი იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე, სულპიციუსი, სერვიუსი, იოანე კასიანე რომაელი, ბიკენტი ლერინელი, ასევე ფაკუნდიუსი, გერმიანელი ეპისკოპოსი, კასიოდოროსი, ყველა მართალი რო გითხრათ, ყველა მეც არ ვიცი ზუსტად ვინ არიან, მაგრამ ჩამოგითვლით ალკვინი, ასევე ვენეციუს ფორტუნატი, რომელმაც დაწერა ძველი დაწერილი ცხოვრება, ძველი ცხოვრება, ესე ქვია, ძველი რედაქცია, ვიტა et virtutes sancti Hilarii, ესე ქვია, ვინა ილარიუსის კეთრავად ცხოვრება. თავარი მაინც უფრო მეტი ნეტარი იერონიმეს აქვს მის შესახებ დაწერილი და ნეტარი იერონიმე გვიყვება, რომ ეს იყო გალებიდან, ანუ გალი მკვიდრი, როგორც მოგახსენეთ, ნამდვილი გალი იყო წარმოშობით აკვიტანიიდან და ქალაქ პიქტავიიდან. და ის ამ ჰილარიუსის ოჯახი, გვარი, იყო ყველაზე ცნობილი და ყველაზე მდიდარი ოჯახი აი ამ აკვიტანიაში მთლიანად ამ მხარეში და ქალაქ პიქტავიაში. და როგორც მოგახსენეთ, აქ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. ოჯახი კი გახდა ქრისტიანული ჰილარიუსის დაბადებამდე, მაგრამ ილარიუსი თავის თავზე ამბობს, რომ
შეგნებულ ასაკში გახდა ქრისტიანი. ანუ რას ნიშნავს იცით ეს რომ ესე იგი არაძალებდნენ მას მშობლები, არაძალებდნენ და ესე იგი ეს თავისუფლად იზრდებოდა და აი მიუხედავად იმისა რომ ესე იგი ქრისტიანულ ოჯახში ცხოვრობდა, მან ეს არჩევანი თვითონ დამოუკიდებლად მოგვიანებით გააკეთა, მას შემდეგ რაც მან შეისწავლა, ესე იგი, ჯერ ერთი მიიღო ბრწყინვალე საერო განათლება, რას ნიშნავს? აი, მაშინდელი განათლება ნიშნავს იმას, რომ ცოდნა მანამდე ვისო ცხოვრია დედამიწაზე და რა უთქვამს, ხო? მოაზროვნეები, აი, მაგალითად, მწერლები არაჩვეულებრივად იცოდა ვერგილიუსი, ციცერონი, სალუსტიუსი, კვინტილიანუსი და ამის ცოდნამ, აი ლიტერატურის ცოდნამ, როგორც იერონიმე ამბობს, რომ როდანი, იგივე რონა, მდინარე, აი მდინარესავით უხვი იყო და მომდინარე, აი ესე იგი სტილი ლიტერატურული, იმიტომ რომ ბევრი წერა ჰილარიუსმა შემდეგ თვითონ და აი წერს რაღაც არაჩვეულებრივად, გამართულად ლიტერატურული, ესე იგი კარგი ენა ესე რომ ვთქვათ, რასაც ქვია, კარგი მოსაუბრე და არ ჩერდება, ესე იგი, ანუ სიტყვებს არ ეძებს საუბრისას და თავისუფლად წერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის, კარგად იკითხება ძალიან. გარდა ამისა, სანამ იგი სასულიერო პირი გახდებოდა, დაოჯახდა და სხვა შორის ერთი მინიატურაც არის თავის ცოლს უკვე მერე როგორ ლოცავს, როდესაც ეპისკოპოსი ხდება და ყავდა ქალიშვილი, ოღონდ აი მეტი არაფერი არ ვიცით, ქალიშვილი, რომელსაც ერქვა სახელად აბრა. როდესაც მან უკვე გადაწყვიტა, როგორც მოგახსენეთ მოგვიანებით, მოინათლა, როდესაც გადაწყვიტა, ესე იგი, მონათლა, რა თქმა უნდა, ეს ქრისტიანობა შეისწავლა კარგად, მაგრამ მრწამსი ეს არის ჯერ კიდევ, აი რა პერიოდია, ნახეთ, ესე იგი, მრწამსი, რომელსაც ჩვენ ახლა ვამბობთ დღეს, აი ჩვენი გამონათქვამი, ხო, რასაც აი ეს მრწამსი, ამას ეწოდება ნიკეა კონსტანტინოპოლის სიმბოლო. ნიკეა, ესე იგი, ნიკეის პირველი მსოფლიო კრებაზე გამოითქვა ნაწილი ამ მრწამსის ასეთი სახით და კონსტანტინოპოლის კრებაზე გამოითქვა მეორე მსოფლიო კრებაზე და ჩამოყალიბდა. ოღონდ ეს ის პერიოდია, რომ ნიკეის კრება ახალი შემდგარია, ხო? ეს ჯერ კიდევ რამდენი, 10 წლის გამოდის დაახლოებით ნიკეის კრების დროს. და შესაბამისად ეს სრული სახით ეს მრწამსი არ არის გავრცელებული და ესე იგი გამოთქმამდეც რა თქმა უნდა ინათლებოდნენ ქრისტიანებზე მრწამს ამბობდნენ იგივე შინაარსობრივად, თუმცა განსხვავებული სიტყვებით და აი როდესაც მან ეს მრწამსი მოისმინა რისის წამს და რომ გამოთქვა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამ მრწამსმა, როდესაც იგი გაეცნო. ეს არის ხაზგასმული მის ცხოვრებაში. და ფაქტიურად მაშინ ნიკეის სიმბოლო ესე ერქვა, ნიკეის სიმბოლო, აი ფაქტიურად ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა მან სწორედ ამას, ესე იგი, აი მრწამსისადმი მსახურებას, ყოვლადწმიდა სამების ერთარსის, სამპიროვანის და განუყოფელის მიმართ მსახურებას მიუძღვნა. მას შემდეგ უკვე დაოჯახებული იყო, რომ მოინათლა სხვათა შორის, მაშინაც დაოჯახებული იყო უკვე და ამის შემდეგ ქრისტიანული ცხოვრება განსაკუთრებულად, აი წესრიგი ზუსტად ასრულებდნენ მთელი ოჯახი, ლოცვებს, წესებს, მარხვას, აი როგორც წესი და რიგი ესე ცხოვრობდნენ და ასევე ესე იგი ის გახდა ძალიან გზნებარე მქადაგებელი, ჯერ კიდევ აი ახალად მონათლული უკვე და გარშემო მქადაგებდა, შემდეგ ძალიან როგორი ადამიანი იყო, იცით, ძალიან მიუხედავად იმისა და უბრალოდ პირიქით ვიტყვი, რომ მიუხედავად კი არა, ის სწორედ იმიტომ რომ ძალიან განათლებული იყო, ნამდვილი ჭეშმარიტი განათლება ჰქონდა უკვე მიღებული, ამიტომ იგი იყო ძალიან უბრალო. ესე იგი, აი ამ თავის უპირატესობას ვერ შეატყობდი.
ვერ შეატყობდი მას, აი ეს ქედმაღლობა არ ქონდა ამ განათლების გამო და ამიტომ უბრალო ხალხთანაც იყო ძალიან ну როგორ გითხრათ, თან ხო ეს განსაკუთრებული ოჯახია, ხო? აი, ну ესე რომ ვთქვა, თავადიშვილია რა. ხო და აი ეს ჩვეულებრივ უბრალო ხალხთან ძალიან კეთილგანწყობილი, ну ძალიან სტიკა და ამის გამო ძალიან უყვარდა ხალხს საერთოდ. და ნახეთ რა მოხდა, ესე იგი, როდესაც გარდაიცვალა უკვე გარდაიცვალა ეპისკოპოსი პიქტავიის. ну ერთხმად ესე იგი ყველა მოითხოვა მთელმა ეკლესიამ ესე იგი მოითხოვა 5 წელი იყო გასული მისი ნათლობიდან დაახლოებით 345 წელს მოინათლა და დაახლოებით 350 წელს 50-54 აი ესე იგი ამ წლებში 50 წელს დაახლოებით ეპისკოპოსი გახდა და აი ამ პერიოდში აქვს დაწერილი უკვე თავისი განმარტებები, მათესახარების კომენტარები აქვს დაწერილი. ну თელს ესე იგი აი ამ განსაკუთრებულ ყურადღებას ახლად არჩეული ეპისკოპოსი უთმობდა სარწმუნოების ქადაგებას და გავრცელებას და მრევლის აღზრდა განათლებას. და ნახეთ 355-56 წლებში მან ну გაიცნო ჯერ და შემდეგ მიიღო თავის სამღვდელოებაში ესე იგი ну ვლად აკურთხა და შემდეგ სთხოვა კიდევაც მოგვიანებით მონასტრის გახსნა ეს არის უკვე ეს არის როგორც მოგახსენეთ წმინდა მარტინ მერე რომელიც ტურის ეპისკოპოსი გახდა მარტინ ტორელი რომელიც მარტინ მოწყალე რომელიც იყო ну ერთ-ერთი უდიდესი მნათობი ასევე ეკლესიის ისტორიაში აი ეს იყო მისი მოსწავლე და მან ფაქტიურად ილარიუსმა ну დიდი როლი შეასრულა თორე ეს მარტინი თვითონ თავისთავად ძალიან დიდი პიროვნება იყო და ეგზორცისტად დანიშნა ანუ ესე იგი ეს ეთყობა თანამდებობა იყო ზუსტად ვის ეხებოდა ესე იგი ქადაგება კი არა ეშმაკის განსხვის ლოცვებს კითხულობდა და პირდაპირ მას მარტინს დაავალა და უკვე აი მალევე რაც იგი ეპისკოპოსი გახდა 353 წელია როდესაც აი შემოაღწია ამ არიოზის სწავლებამ დასავლეთში და 53 წელს რასთან არის ეს დაკავშირებული? დაკავშირებული არის იმპერატორი, რომის იმპერატორი ხდება კონსტანცი მეორე, კონსტანტინე დიდის მეორე ვაჟი, რომელიც აი აბსოლუტურად დაუფარავად, მკვეთრად ქადაგებს კი არა, მხარს უჭერს არიანელებს და მართალი გითხრათ მისი არიანელობა, არიოზის მიმდევრობა აბსოლუტურად არ იყო რელიგიური მოტივაციით განპირობებული. რატომღაც იგი თვლიდა, რომ სუფთაწმინდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო თუ არიანელებს დაუჭერდა მხარს და არიოზის მოძღვრებას, რომელიც ძალიან აი რაღაც აუცარია და იგმო კრებაზე ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ვრცელდებოდა რა მაინც და ეს იყო რაღაცა სუფთაწმინდა წყლის პოლიტიკური მოძრაობა. ვესტგუთები განსაკუთრებით აი დასავლეთში იყვნენ არიანელები და ამიტომ ესე იგი ну იქ ჩვენ ბევრი გვისაუბრე ამასთან დაკავშირებით და ამიტომ ფაქტიურად აი პოლიტიკური სადავეების ხელში მოსაპოვებლად მას ჭირდებოდა არიანელების კეთილგანწყობა და ამიტომ იგი პირდაპირ დაუფარავად იცავდა მათ და დევნიდა მართლმადიდებლებს ეს იყო კონსტანცი მეორე. ну პირველ რიგში რაც მან გამოაცხადა დევნის საგანი, აი ესე იგი უფრო კონკრეტულად რო ყოფილიყო, ეს იყო ნიკეის კრების გადაწყვეტილებების დაგმობა და ეს იყო ათანასე დიდის მტრობა, ათანასე დიდის და ესე იგი დაუფარავი მტერი იყო და მის მომხრეებს დევნიდა და ყველას აიძულებდა ეს კონსტანც მეორე რომ ну აი კრებებს ახლა მოგიყვებით ამ ყველაფერს, იქ კრებებს და პირველი ერთ-ერთი რაც გააკეთა ახლად არჩეულმა იმპერატორმა, არჩეულმა თუ დანიშნულა, ну რაც არის, მოკლედ ჩამოვიდა საფრანგეთში, მაშინდელ საფრანგეთში ლუგდუნი ქალაქი, ანუ დღევანდელი ლიონი,
ასევე არელატი, ანუ დღევანდელი არლი და ჩაატარა არლის მოიწვია საეკლესიო კრება არლში. ეს კრების გამოცდილება კი ქონდა უკვე მამამისისგან, იწოდა რომ ესე უნდა გადაეწყვიტა საკითხი და ყველა ეპისკოპოსი მოიწვია და აიძულა რომ ხელი მოეწერათ ათანასეს განკვეთას, ათანასის განკითხვას და განკვეთას და ერთადერთი ვინც არ მოაწერა ამას ხელი, ყველა ეპისკოპოსი აიძულა სხვათა შორის რა. ხო და ვინც არ მოაწერა, ვინც ესწრებოდა კრებას, ეს იყო წმინდა პავლინი, ტრევერის, ანუ ტრირი, დღევანდელი ტრირი, ეს გერმანიაში ეკლესიის ქალაქი, ტრირის ეპისკოპოსი, რის გამოც ეს წმინდა პავლინი გადაასახლა. აი ამას უშვებოდა ეპისკოპოსებს, ვინც ეურჩებოდა, ასახლებდა, ნუ აღმოსავლეთში, ფრიგიაში გადაასახლა ეს. ასევე, ესე იგი, რომის პაპი, მაშინ იყო წმინდა ლიბერიუსი. და აი წმინდა ლიბერიუსმა რომის პაპმა არ დაუჭირა მხარი ამას. აი ამ არიანელობას, ამ კონსტანცი მეორის, ბიზანტიის იმპერატორის უკვე ესე ვთქვათ, ამ ბიზანტიის იმპერატორები იყვნენ და აი მის ამ ესე იგი ფარველობას, არიანელების ფარველობას მხარი არ დაუჭირა და ამიტომ ესე იგი უნდა ესე იგი რა მოხდა ამ კონსტანციმ რომ მოაწყო ეს კრება საფრანგეთში ამ არელატის ანუ არლის კრება. შემდეგ ჩამოვიდა და მედიოლანში მოაწყო ეს კრება. ანუ დღევანდელ მილანში. და აი აქ სწორედ უკვე ამ კრების აშკარად ესე იგი წინაღუდგა ამ კრების გადაწყვეტილებებს რომის პაპი, წმინდა ლიბერიუსი და ესე იგი ამ მედიოლანის კრებაზე სამი ეპისკოპოსი არის მათი სახელები არის ცნობილი, თუმცა კი არ მეხალისება ამის ლაპარაკი, ეს არის სატურნინუსი, ურსაკიუსი და ვალენტი. აი ამ სამა ეპისკოპოსმა გაატარა იმპერატორის პოზიცია, იმპერატორის დავალებებს ასრულებდნენ, რომის პაპი წინააღმდეგი იყო და ასევე ვინც ესწრებოდა ამ კრებას, რომის პაპი იქ არ იყო კრებაზე, მაგრამ რო ესწრებოდნენ, ესენი იყვნენ ევსევი, ვერჩელელი, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია რამდენჯერმე, წმინდა დიონისე მედიოლანელი და შემდეგ იყო წმინდა, ახლა უცნაური რაღაცა უნდა გითხრათ, არ ვიცი ამას ვერ აგიხსნით, ახლა აღარ გონდა ამის საშუალება რომ გავამოკლეთ, წმინდა ლუციფერი, წმინდანად არის შედაწყილი, ლუციფერი ქვია სახელად. ლუციფერ კარალიტანელი. აი ამათმა უარი თქვეს კრებაში მონაწილეობაზე და შესაბამისად იცოდნენ რაზეც იქნებოდა ეს კრება და ათანასეს განკვეთაზე თქვეს უარი ამათმა და რა თქმა უნდა ესენიც მოყვნენ ესე იგი აი ამ გადასახლებაში. და აი ამ ლეონტიუსი უკაცრავად ეს რომის პაპი ლიბერიუსიც ასევე გადაასახლა კონსტანცი მეორემ, ესენი ამათ ასახლებდნენ აღმოსავლეთში. ნუ ძირითადად ფრიგიაში რომის პაპი ფრაკიაში გადაასახლეს, თრაკია და დანიშნეს ანტიპაპი ფელიქს მეორე, დროებითი გამოვიდა რა თქმა უნდა. ანტიპაპი ქვია რომის პაპი, როდესაც კანონიერი პაპი არსებობს და სხვა ხდება კიდევ სხვა ევალება ეს პაპობა, რომის პაპობა და მოკლედ ეს. ნუ შემდეგ იგივე 355 წელს ეხა უკვე იწყება აი სწორედ ილარიუსის მონაწილეობა, რომელიც არ იყო, რა თქმა უნდა, არც არლის და არც მედიოლანში ჩატარებული კრებების თანახმა არ იყო იმ გადაწყვეტილებების და აი აქედან იწყება უკვე ილარიუსის მოღვაწეობა უშუალოდ მისი მონაწილეობით პარიზში. პარიზია ესე ერქვა ადრე, მე ხა პარიზი ქვია დღეს და აი პარიზში ჩატარდა პარიზის ცნობილი კრება, საეკლესიო კრება, სადაც ესე იგი, სადაც აი ესეთი მკვეთრი გადაწყვეტილებები მიიღეს, ესე იგი აბსოლუტურად კატეგორიულად დაგმეს აი ეს მედიოლანისა და
მედიოლანისა და არლის კრებების გადაწყვეტილებები და გალიის ეპისკოპოსების თხოვნით გალიის ანუ ამ მხარის ეპისკოპოსების თხოვნით ილარიუსმა დაწერა ეპისტოლე, დაწერა წერილი, რომელიც გაუგზავნა პირდაპირ გაუგზავნა ერთის მხრივ კონსტანტს და მეორეს მხრივ იმპერატორს და ასევე რაშიც სადაც დაგმო პირდაპირ და განკვეთა ამ კრებამ აი ეს რაც ჩამოგითვალეთ ეს სახელები სატურნინი, ურსაკიუსი და ვალენტი და სხვა დადგენილებები მედიოლანის კრების და სხვა ეპისკოპოსებს კი ვინც ხელი მოაწერა ესენი განკვეთეს და სხვას მოუწოდა სინანულისაკენ ეპისკოპოსებს რომ შეენანათ ვინც ხელი მოაწერა ამ კრების დადგენილებებს და ასევე გაუგზავნა და დასამტკიცებლად და თანხმობის მისაღებად გადასახლებულ ეპისკოპოსებს ეს იყო პავლინი, ეს იყო დიონისე, ეს იყო ევსევი ვერჩელელი, ეს იყო ეს ლუციფერი, რომელზეც მოგახსენეთ და აი აქედან მოყოლებული იგი მებაირახტრე ესე ამბობენ ხოლმე, ეს ხდება აი თავარი დამცველი მართლმადიდებლობისა დასავლეთში, აი წმინდა ილარიუსი ამავე წელს ახლა უნდა მოგახსენოთ ზუსტად კონსტანცის როგორ გაუგზავნა წერილი იმპერატორს გალიაში გერმანული ტომები შემოიჭრნენ არეულობა და ამით ისარგებლა შესუსტებულია იმპერატორის ძალაუფლება და ამით ისარგებლა და გააგზავნა ესე ავგუსტუს კონსტანციუს ესე ქვია ამ წერილს და ესე იგი სამი მოთხოვნა ჰქონდა თუ სამი მის მიმართ ერთი ეს იყო რომ გამოეცა ბრძანება ამ წერილში წერს პირდაპირ ერთი რომ გამოეცა ბრძანება რომ ადგილობრივი ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში არ ჩარეულიყო გალიაში ნუ ამ სადაც ეს იყო ეპისკოპოსი აკვიტანიაში მეორე რომ შეეწყვიტა დევნა იმ ეპისკოპოსებისა, რომელიც ნუ საერთოდ ესე იგი რელიგიური ნიშნით დევნა შეეწყვიტა, ესეც ჩაურევლობას ნიშნავდა და ეპისკოპოსი რასაც ჩათვლიდა საჭიროდ რომ იმის რწმენა ქონოდა და განსაკუთრებით ხაზგასმულად რომ აი ნიკეის სიმბოლოს, ნიკეის მრწამსის მომხრე ეპისკოპოსებისთვის არ შეეშალა ხელი და არ დაეწყო აკრძალვები და მესამე მოთხოვნა იყო რომ ეს გადასახლებული ეპისკოპოსები დაებრუნებინა რომელიც ათანასეს განკვეთაზე რომელმაც ხელი არ მოაწერა მოკლედ რა ამათი დაბრუნება და ნუ პასუხი ხა ცხადია ესე იგი როგორი იქნებოდა და ამ ესე იგი წერილმა რომელიც ესე თამამად გაუგზავნა იმპერატორს ილარიუსის ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად გაზარდა და ცხადია რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველ რიგში და ეს არიანელები ვინც არიან და განსაკუთრებით ეს ეპისკოპოსები აღარ ჩამოთვლენათ ახალ ეს სამი ეპისკოპოსი მათ მოიწვიეს კრება ბეტერა ბეზიე ესე ქვია დღეს ამ ქალაქს ბეტერა ბეზიეში მოიწვიეს კრება ამ ილარიუსის საწინააღმდეგოდ და სხვათა შორის ამ კრებაზე მივიდა ილარიუსი ამ კრებაზე დაესწრო რა თქმა უნდა მან იცოდა რომ ეს კრება ესე რომ ვთქვათ ავაზაკთა კრება იქნებოდა მაგრამ მივიდა სპეციალურად და მივიდა და ამხილა ესენი ყველანი ამხილა, იმიტომ რომ ხომ კიდევ ერთხელ გაუშვა მხას როგორი მნიშვნელობა აქვს აი ამ განათლებას და კიდევ აი თუ შეიძლება აქ ჩავამატებ ერთ მომენტს ესე იგი რომ ეს ახლა ჩვენ ყველას გვეხება მშობლიური ენა ძალიან კარგად უნდა იცოდეს ადამიანმა მშობლიური ენა პირველ რიგში რატო
ან ჯერთი რას ნიშნავს? ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ ახლა მე ვლაპარაკობ, რომ ეს ლაპარაკი შეგილია. ეს ლაპარაკი რატო უნდა შეგეძლოს ადამიანს, რომ შენ მშობლიურ ენაზე უნდა ძალიან კარგად იცნობდე ლიტერატურას. ანუ ქართული თუ გინდათ, რომ იცოდეთ, კარგი ქართველი მწერლები, ხა ბევრი წერს, მაგრამ არსებობს კარგი ქართული ლიტერატურული ენა და ბევრი უნდა იკითხოთ და ასევე უნდა წეროთ ამ ენაზე. ეს მე ჩემს მოგვიანებით უკვე ქალბატონი შუქი აფრიდონიძე მინდა ვახსენო, რომელიც გარდაიცვალა. მე მას ვთხოვე სხვათა შორის რა ესე. უკვე სასულიერო პირი ვიყავ, მღვდელმთავარი და ვთხოვე, რომ ქართული ენა მასწავლეთ მათქი და მითხრა, იცი რა, ხო იციო ეს ყოფილი, მაგრამ ნუ გინდა რომ კარგად ისწავლო და იკითხო და უნდა მოკლედ წერა კითხვა უნდა ისწავლო რა. და იუმორით საოცარ ქალბატონი იყო და მე მინდა თქვენ გითხრათ ყველას. ბევრი უნდა იკითხოთ ქართულად და ბევრი უნდა წეროთ. აი მხოლოდ ასე შეიძლება მშობლიური ენის შესწავლა და ეხა ეს პატრიოტული მოსაზრებების გამო კი არ გეუბნებით ეხა ამჯერად ამას სხვა რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც შენი მშობლიური ეს მე ჩემო ერთმა მეგობარმა მითხრა ეს ძალიან საინტერესო აზრია, როცა შენი მშობლიური ენა კარგად იცი, ამ ენაზე აზროვნებ და არ გეკარგება აზრები, იდეები და შეგვიძლია გამოთქვა. აი თუ შენ კარგად იცი შენი ენა. აი ილარიუსმა ძალიან კარგად იცოდა თავისი მშობლიური ენა, როგორც მოგახსენეთ, მდინარე რონასავით მოედინებოდა მისი სიტყვები, იმიტომ რომ მან ენა იცოდა კარგად, იმიტომ რომ მას ჰქონდა ბრწყინვალე განათლება და ამიტომ ისე სიტყვას ვერ მოუგებდა ადამიანს. ყოველთვის ჰქონდა რაღაცა, რაც შეეძლო მას ეთქვა. ნებისმიერ ნათქვამზე არგუმენტი ჰქონდა და ამიტომ ნახეთ რა მოხდა, მივიდა ამ კრებაზე, ესე იგი როგორც მოგახსენეთ ბეზიე, ესე ქვია დღეს ამ ქალაქს, ეს არის ბეტერა, მაშინდელი ბეტერა, ეს ბეზიეს კრებაზე მივიდა და ამხილა ესენი ყველანი, ამხილა. ეხლა ნახეთ, ამათ რა გააკეთეს. ამათ უნდათ ამისი განკვეთა, მაგრამ ვერ მოუგეს სიტყვა და ვერაფრით ვერ განკვეთეს, ვერ დაითანხმეს თანხმები ამ სამმა და აი სხვა რამე მოიფიქრეს. რას მოიფიქრებდნენ? ნუ დღესაც ეს გავრცელებული ხერხია, როცა პირდაპირ ვერ გადანაშაულებენ, რაღაცა შარს მოგდებენ და ამასაც პოლიტიკური რაღაცა ცილი დასწამეს პოლიტიკური და აი ეს წერილი გააგზავნეს კონსტანციუსთან, იმპერატორთან, ბიზანტიის იმპერატორთან, კონსტანციუს მეორესთან, გააგზავნეს წერილი, რომ ის პოლიტიკურად რაღაც არ ვიცი ხა იმ რაში დაждდეს ბრალი და რაღაცა მოკლედ გააგზავნეს და იმანაც დიდი სიხარული დაიჯერა კონსტანციუსმა. ისიც ცდილობდა სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ იყო მფარველი ამ არიანელების, თვითონ არ გამოდიოდა ხოლმე ამ სიტყვით. რაღაცნაირად ესეც ხერხია, ერთ-ერთი ხერხი არის ან ძლიერი ხელისუფალის, ვისაც უნდა რომ შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება, თვითონ არჩევს. აი ესეთი იყო კონსტანციუსი. სხვებს ავალებს, სხვები ყავს ესე იგი, ესე რომ ვთქვა, თანამედროვე სიტყვებით სპიკერები, აი მისი სპიკერები, ეს სამი ეპისკოპოსი იყო, მაგრამ უვარგისები. და მოკლედ აი ამ უვარგისმა ეპისკოპოსებმა ცილი დასწამეს, კონსტანციუსმა დაიჯერა და გადაასახლა ილარიუსი, ესე იგი აი ფრიგიაში. თუმცა მე ვერ აგიხსნით ამ ყველაფერს ზუსტად. მის მიმართ ბრძანება არ იყო ძალიან კაცრი. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ეპისკოპოსებისგან განსხვავებით, აი ვინც მე ჩამოვთვალე, ვინც იყო გადასახლებული, სხვა ეპისკოპოსებისგან განსხვავებით, მას ჰქონდა გადაადგილების უფლება. ამიტომ მან ფაქტობრივად მთელი მცირე აზია მოიარა, 10 ქვეყანაში იყო, ყველგან ქადაგებდა თავის, მოსაზრებებს, თავის ბრძანებას და ასევე ღებულობდა მონაწილეობას კრებებში. ასევე მან ეს პერიოდი გამოიყენა აღმოსავლეთის, ხო ესეა ფაქტობრივად, დღესაც ესე ეკლესია გაყოფილი, დასავლეთ და აღმოსავლეთი, მაშინ ეს გაყოფა არ იყო დასავლეთის, ანუ რომის ეკლესია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, მაშინ რა თქმა უნდა ევქარისტიული კავშირიც იყო და თანალოც ყველაფერი, დღეს აღარ გვაქვს ეს, მაგრამ მაინც იყო ეს დასავლეთ და აღმოსავლეთი
ერქვა ესე პირდაპირ და მოკლედ აღმოსავლელი მამები შეისწავლა და უპირველეს ყოვლისა ეს იყო ორიგენი, რომელიც არ იყო, რა თქმა უნდა, მე ორიგენზე მისაუბრეა ბევრი რა თქმა უნდა ერეტიკოსი იყო და ეკლესიისგან განკვეთილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი სწავლება ორიგენის დღემდე შეწყნარებული ეკლესიის მიერ, განსაკუთრებით ორიგენი იყო ფაქტიურად პირველი, რომელმაც რა საოცარი ნაბიჯი გადადგა, იცით? ესე იგი, ძველი აღთქმის კომენტარები აქ რაღაც არის შეუძლინა, ძალიან კარგად შეისწავლა ძველი აღთქმის საღვთო ისტორია და ებრაელ კომენტატორებს ეყრდნობოდა იმ საკითხებში, სადაც არ იყო ლაპარაკი ქრისტეს. აი ქრისტეს განკაცებაზე ყველაფერი მერე შეცვალეს ამ ებრაელებმა და ადრე სხვანაირად იყო და ჩვენ ძველი კომენტარები გაგვაჩნია სხვათა შორის. ძალიან საინტერესო. განსაკუთრებით ორიგენი და მოკლედ შეისწავლა ძალიან კარგად და როდესაც ესე იგი ამ პერიოდში მან დაწერა იობის წიგნის განმარტებები, რაღაცა არაჩვეულებრივი, თუმცა ნეტარი იერონიმე, რომელმაც ასევე ბრწყინვალედ იცოდა ორიგენე, ამბობს, რომ ფაქტიურად ორიგენეს კომენტარები აქვს გადმოთარგმნილი ილარიუს. ოღონდ ეს რა თქმა უნდა ცუდი კი არ არის, კარგია, ფაქტიურად ორიგენეს მიხედვითაა გაკეთებული და სხვათა შორის სწორედაც რომ ღირსებაა ეს რა, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ძველი აღთქმის ბრწყინვალე კომენტატორი იყო ორიგენი. და საოცრად მომხიბლავი პიროვნება კიდე, მაგრამ აი შეცდა და ამიტომ ეკლესიის არ არის წმინდანად შერაცხილი კი არა, ერეტიკოსია და განკვეთილი ეკლესიიდან. ნუ 5 წლის მერე დაუმთავრდა გადასახლება და დაბრუნდა იგი თავის პიქტავია უბრალოდ უკაცრავად პიქტავიაში და ამასობაში ლიბერიუსსაც დაუმთავრდა გადასახლება 2 წლით ადრე და გაიარა რომის პაპის მოსანახულებლად ლიბერიუსის, იმიტომ რომ ესენი როგორც მოგახსენეთ, არა მარტო თანამოაზრეები, არამედ თანამოსაგრეები იყვნენ და მოინახულა ლიბერიუსი და ასევე თხოვა მას, რომ მის გარეშე კი კანონიერი ეპისკოპოსი არ იყო პიქტავიაში, იმიტომ რომ გაოფიციალურად გადასახლებული იყო, მაგრამ მაინც ოფიციალური თხოვნა ნებართვა და თხოვა წერილი, რომ ეს კათედრაზე, რომ ეს დაბრუნებული იყო პიქტავიის კათედრაზე 5 წელი არ იყო ეპისკოპოსი. დაბრუნდა, ძალიან დიდი და ესეთი დახვედრა მოუწყვა მრევლმა სამღვდელოებამ და მოკლედ ესე იგი გააგრძელა მან თავისი სამღვდელმთავრო მსახურება და ამ პერიოდში უკვე ეს არის 360 წელი, აი ამ პერიოდში უკვე გალიაში მოაწყო რაღაცა გადატრიალება იულიანე განდგომილმა რომის შემდგომმა ახალმა იმპერატორმა, ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ უკვე გალიაში ჯარისკაცებმა გამოაცხადეს იგი იმპერატორად. ჯერ არ გამختარა სრულფასოვანი იმპერატორი, სრულუფლებიანი. 2 წელი იყო, წელიწადნახევარი იყო იმპერატორი იულიანე. და აი სანამ გახდებოდა იულიანემ რა გააკეთა, იცით? არ გამოამჟღავნა თავისი ჭეშმარიტი სახე, რომელიც მერე როგორც კი გახდება იმპერატორი, დაიწყებს ერთ-ერთი უდიდესი მდევნელი ქრისტიანობის და სულ ვიძახი რომ ამ წელიწადნახევარში აი ამდენი გურული სიტყვა რო ეხმარო, ციglახე როგორ მოასწრო ამდენი, ესე იგი. როგორ წარმოუდგენელი, იმდენი რამე მოასწრო, იმდენი ბოროტების გაკეთება და ჯერ ეს იულიანე მალავს თავის ჭეშმარიტ სახეს, თავს იკატუნებს და ესე იგი, ვითომ მკივის არის, სამართლიანი კი არის ძახის მაინდა-მაინც მართლმადიდებლობის მხარდამჭერი კი არ არის, მაგრამ იულიანეს დროს ყველა ეპისკოპოსი დაბრუნდა, ვინც იყო გადასახლებაში და ეს ილარიონი, უკაცრავად ილარიუსი, რომ დაბრუნდება პიქტავიაში,
დიდი სიხარულით ერთ-ერთი უდიდესი შეხვედრა თავის მოწაფეს მარტინ ტურის ეპისკოპოსი მერე ხდება, წმინდა მარტინს ხდება და სთხოვს რომ მან დაარსოს მონასტერი, რომელიც ძალიან საჭიროა, მონასტერი, რომელიც დაიწყებს წამსის გავრცელებას, ესე იგი ეს მხარდაჭერა, ეს არის ლოკოტიგიაკი, ანუ ლიგიუჟი დღევანდელი, ლიგიუჟი ძალიან ცნობილი მონასტერი მოგვიანებით, რომელიც გალიაში მონაზვნობის ცენტრი ხდება საერთოდ ბერების და მონაზვნების. და ესე იგი ილარიუსი აგრძელებს თავის სამწერლო მოღვაწეობას, ფსალმუნების განმარტებას ამ პერიოდში წერს და კიდევ დაწერა თხზულება საიდუმლოებების შესახებ, ანუ საეკლესიო საიდუმლოებების და ასევე გადაწყვიტა, რომ აი ეს აღმოსავლური აი ეს ანტიფონური გალობა რაც ხდება დღეს, რასაც ჩვენ აღვასრულებთ ეკლესიაში, აი ეს რომ შემოეტანა და საგალობლების წერა დაიწყო თვითონ უკვე ლათინურად. და ლიტურგიკული კრებული გამოსცა. ნუ 6 წელი იყო კიდე ეპისკოპოსი და სავარაუდოდ 366 წელს გარდაიცვალა და იმის გამო რომ წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა თვითონ პირადი ცხოვრებით, იმის გამო რომ განუხრელი დამცველი იყო მართლმადიდებლობის და არიოზის დაუძინებელი, ესე იგი, აი შეუწყნარებელი ყველანაირად. მე ხა ძალიან ბევრი რამ გამოვტოვე, იქ უბრალოდ ეს თეორიული შინაარსის ის არის, როგორიც სხვადასხვა ხასიათის ცდუნებები იყო, ესე იგი ამ არიანელების მხრიდან და კონსტანცის მხარდაჭერით აღარ მოუყევი ეს ყველაფერი და აი სწორედ აი ეს განუხრელი დამცველი რო იყო, სწორედ ამის გამო ეწოდა დასავლეთის ათანას. ნუ მისი წმინდა ნაწილები ინახებოდა აი პოატიეში მე-13-მე-14 საუკუნემდე და მერე სადღაც გაურკვეველ ვითარებაში ეს დაიკარგა ეს წმინდა ნაწილები, ამიტომ სენ-დენი წმინდა დიონისეს მონასტერი პარიზში აქ იყო თავის ქალაქ ინახებოდა და სხვა წმინდა ნაწილები და მიმართეს თხოვნით და კიდევ ერთხელ გადმოაბრძანეს აი პოატიეში მისი თავი და მარჯვენა ხელი და ესეც დაიკარგა შემდეგ, იმიტომ რომ ჰუგენოტებმა გაანადგურეს ეს წმინდა ნაწილები და ამიტომ მე მოგვიანებით კიდევ ერთხელ მიმართა პოატიეს ეპისკოპოსმა სენ-დენის სააბატოს და იმათმა კიდევ ერთხელ გაუნაწილეს და დღეს სხვათა შორის სწორედ აი აქ სენ-დენიდან განმობრძანებული პოატიეში არის ესე იგი სენ-ილერ ლეგრან, ესე იგი წმინდა ჰილარიუს დიდის სახელობის ტაძარი, ბაზილიკა არის, წმინდა ჰილარიუსის ბაზილიკა, ეს არის აი პოატიეში, აქ ინახება მისი წმინდა ნაწილები და სხვათა შორის აი მე-12 საუკუნის ფრესკა არის, აი ეს არის წმინდა ჰილარიუს პიქტავიელი, აი ნახეთ, აი ეს არის ტაძრის ინტერიერი, ხედავთ ეს რაღაც დამთვალიერებელი და მის თავზე აი გავადიდებ კიდე თუ გამიშთევანად არ ჩანს, აი მის თავზე არის ეს ფრესკა, აი სად არის განლაგებული რო გითხრათ, აი ესეთი არის შიგნიდან ეს ტაძარი და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს კიდევ პალერმოში მონრეალი ქვია ქალაქს, მონრეალის კათედრალი, აი იქ არის, ეს არის წმინდა ჰილარიუსის მოზაიკა მე-12 საუკუნის ესეც. და კიდევ გვაქვს აი ესეთი მინიატურა ხელნაწერიდან არის, ამას ზუსტად ვერ გეტყვით რომელი საუკუნეა. აი ეს არის მისი გამოსახულება, კიდევ გაგვაჩნია მინიატურა, ეს უკვე მე-14 საუკუნეა, ჰილარიუსის კურთხევა ეპისკოპოსად. აი ესეთია. ასევე გაგვაჩნია კიდევ მინიატურებში, ხელნაწერებში არის, აი ეს როგორ განკურნავს ჰილარიონის მიერ მოხდენილი სასწაული
როგორ აღადგინა განღვეული და ასევე არის მინიატურა მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების, მისი დაკრძალვის თუ დასაფლავების თუ წესისაგების სცენა. გარდაცვლილი ჰილარიუსი. კიდევ გვაქვს აი ძალიან საინტერესო ეს არის უკვე მე-12 საუკუნის როდესაც იგი ხდება ეპისკოპოსი თავის ცოლს როგორ აკურთხებს მისი მეუღლე. და აი ეს არის სანაწილე, რომელიც დღეს ინახება, ახლა მოგახსენეთ, აი მის თავის ქალა და სანაწილე, რომელიც ინახება დღეს ქალაქ ლე-პიუი-ან-ველე, ესე ქვია, და იმის საკათედრო ტაძარი, ეს არის ლუარის, ზემო ლუარის დეპარტამენტი, ოვერნ-რონა ალპების რეგიონი, ეს არის ტაძარი, სადაც აი ქალაქში, რაც მოგახსენეთ, ინახება მისი თავის ქალა და ჩვენ კი გვაქვს აი წმინდა ილარიუსის ესეთი მისი სხეულის ნაინამცეცები, უკაცრავად აი ეს ალბათ ესე ჩანს, ხო? მტვერია. მაგრამ მისი სხეულის ნაწილებია და მადლობა ღმერთს ამისათვის. იგი შემდეგი წმინდანის შესახებ უნდა მოგითხროთ. ძალიან ეხლა ეს რაც მოგიყევით, მე მგონია რომ ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ეს რაც ახლა უნდა მოგიყვეთ. ეს აი გადის ესე იგი ყველანაირიდან საოცრება უნდა გითხრათ. ეს არის პიროვნება წმინდა რემიგიუსი. ეს არის პიროვნება, რომელთანაც არის დაკავშირებული საოცრება უნდა გითხრათ. ფრანგი ერის ნაციის დაბადება. დაკავშირებული არის წმინდა ეპისკოპოს რემიგიუსთან, რეიმსის ეპისკოპოსთან. ხო, ეხლა უცნაურ ამას გეუბნებით, მაგრამ აი მოგიყვებით ეს როგორ მოხდა. და ძირითადი წყარო წმინდა რემიგიუსის შესახებ. ეს არის ჩვენ ადრე გვიხსენებია, ვისაუბრია წმინდა გრიგოლ ტურელი, პირველი ეს ითვლება არა მარტო ისტორიკოსი და ისტორიოგრაფი. ახლა მე ამაზეც ვისაუბრია, ესე იგი ეს არის არა მარტო აღწერა მოვლენების, არამედ ანალიზი მოვლენების. და ესე იგი ეს არის წმინდა გრიგოლ ტურელის ფრანკების ისტორია, უკაცრავად. წმინდა გრიგოლ ტურელის ფრანკების ისტორია. ეს არის რაღაც არაჩვეულებრივი თხზულება, ისტორიული მოვლენების ანალიზი ყველაფერთან ერთად კიდე. და სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ წმინდა რემიგიუსის შესახებ მოგიყვებოდე, მინდა რაღაცა მცირე შესავალი გავაკეთო. ფაქტიურად, ესე იგი, რაღაცა ესეთი ისტორიული, ეს პარადოქსები სულ არსებობს და პარადოქსია, მე მაგალითად ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა რაღა არა მაქვს, ჩვენი თვალით გვაქვს ყველაფერი ნანახი, რასაც ახლა გეტყვით, რომ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც სეკულარიზმი, რასაც ქვია, ხო? სეკულარიზმი შემოიტანა და პრინციპი გახადა თავისი ქვეყნის, ეს არის საფრანგეთი. ესე იგი, პირველი ქვეყანა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა, ესე იგი, განადგურა ყველაფერი საეკლესიო, თუ რამე შეიძლებოდა და ეს ახლა წმინდა რემიგიუსაც შეეხება, მოგახსენებთ, დემონსტრატიულად, მოკლედ, აი სიწმინდეები განადგურა, მოსპოდა, გახდა ესე იგი პირველი სეკულარული ევროპული ქვეყანა, საფრანგეთი. და დღესაც სხვათა შორის არსებობს სტატისტიკა
და საფრანგეთი და ჩეხეთი და თითქმის ერთნაირად არიან, ესე იგი 1/13-ზე მეტი მოსახლეობის არის ათეისტიან ქვეყნებში. წარმოუდგენელი რაღაცა. და აი ესე იგი ეს იყო ქვეყანა, რომელიც ფაქტიურად პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში ქრისტიანული. და პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აი დეკლარაცია გააკეთა, რომელმაც სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა, აი ეს იყო საფრანგეთი და აი ეს ამბები უნდა მოგიყვეთ მე თქვენ დღეს. და ნახეთ კიდევ ერთი რამ, აი რელიგიურს რაც შეეხება, ჯერ სანამ მოგიყვებით უშუალოდ ამ პიროვნების შესახებ, აი რელიგიურსთან რა არის დაკავშირებული და არა მარტო რელიგიურსთან, რა თქმა უნდა, რომ აი ის რაც ესე იგი რემიგიუსი და კლოდვიგი ფრანკების მეფე, რომელიც გახდა შემდეგ აი პირველი ქრისტიანი მეფე ფაქტიურად. ეს კლოდვიგი იყო საშინლად სასტიკი ადამიანი. ისეთი სასტიკეებში შედიოდა და ისე ხოცავდა ხალხს და თელსოფლებს და რა ვიცი, მოკლედ კაცრი და სასტიკი მართველი იყო. სანამ ქრისტიანი გახდებოდა და მერე სხვათა შორის. იმიტომ რომ ეს იყო მაშინ წესი, ცხოვრების წესი და ნახეთ რას ამბობენ, რომ მაშინდელი ისტორიკოსები, მათ შორის გრიგოლ ტურელი, სხვათა შორის. ესე იგი, ზუსტად აღწერდნენ მოვლენებს და იმ ესე იგი, საშინელს, რა ვიცი, რა ვთქვათ, ესე იგი, ჩვენ ამაზეც გვისაუბრია ეს ცნობილი ორი ქალბატონი ბრუნჰილდა და ფრედეგუნდა, რომელიც აი წითელ ხაზად გასდევენ ისტორიას. აი რა საშინელებებსაც ჩადიოდნენ, როგორ წამლავდნენ ერთმანეთს და ნუ ხალხს და რაღაცა, ნუ მოგვონთ. ესე იგი, მაშინდელი ისტორიკოსები ამას კი აღწერდნენ ზუსტად, მაგრამ მორალურ შეფასებებს არ აკეთებდნენ. და ის რომ ეს არ ეთოლებოდა რაღაც აი მორალური შეფასებების მიღმა იყო. კი, დახოცა, ცუდია, ხო? ეხლა ჩვენ ვუბრალოდ ცუდია, მაგრამ იმანა ესე გააკეთა. ამხოცა მთელი სოფელი მაგალითად, ან ნუ გაუსწორდა სასტიკად თავის წრეებს და ნუ დათხარა თვალები და ნუ რა ვიცი, ხო? ოღონდ ეს აღიწერებოდა უბრალოდ. და ის რომ დღესაც ხდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ეს იგივე სისასტიკეები, მაგრამ დღეს ეს ექვემდებარება მორალურ შეფასებას. აი ეს არის განსხვავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და აი ის რომ ეს ესე გახდა, სწორედ არის ერთ-ერთი მათგანი, ვისი დიდი დამსახურებაც ამაში არის, სწორედ არის რემიგიუსი და სხვა ქრისტიანები, პირველის ყოვლისა სასულიერო პირები, რომლებიც აი დინების საწინააღმდეგოდ ესენი პირველები იყვნენ, ვინც ზნეობრივი შეფასებების გაკეთება დაიწყეს და დაიწყეს იმის ქადაგება, რომ ეს არის უზნეობა, რომ ეს არის არ შეიძლება ეს ჩვენი დღევანდელი ცნობიერება, ჩვენ რომ შეგვიძლია აღშფოთებულები ვიყოთ, რომ აი რაღაცა სისასტიკე ვიღაცამ ჩაედინა, თუნდაც ის რომ უდანაშაულო ადამიანს სცემენ, ხო, აი ყოველგვარი იმის გარეშე ეს ადრე ჩვეულებრივი ამბავი იყო და ადრე არავის არც უკვირდა და არც აღშფოთებას ამის გამო არავინ არ გამოთქვამდა. და აი ძლიერი იმარჯვებდა რა და დღეს ეს რო შეიცვალა თელსოფლიოში. აი სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურება შეიძლება ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ნუ მაინც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორედ რემიგიუსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ ეს არ არის ნორმა. აი ეს არანორმალური საქციელია. აი ეს არის სწორედ ამათი დამსახურება. ნუ აი სწორედ მათ შორის, აი ვინც შეცვალა ეს, არის სწორედ ეს რეიმსის ეპისკოპოსი რემიგიუსი და ეხლა გადავიდეთ უშუალოდ მის შესახებ მოგიყვებით და იმ გასაოცარ ამბებს, რაც მოხდა მისი მსახურების დროს. ნუ გალები არიან, ესენი გალო-რომანული წარმოშობის არის. ნუ ესე იგი პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 533 წელს გარდაიცვალა, ანუ განსაზღვროთ ზუსტად ეს პერიოდი, 533 წელს გარდაიცვალა, ანუ მე-6 საუკუნე, მე-5 საუკუნეები არის მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდი.
ნუ დაიბადა ესე იგი დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე და ახალგაზრდობაში ბრწყინვალე განათლება მიიღო. ბრწყინვალე განათლება მიიღო საეროც და საეკლესიოც და საღვთისმეტყველო განათლება და სრულიად ახალგაზრდა. არ ვიცი ხა ზუსტად ვერ გეტყვით ალბათ 15-ის არა, მაგრამ აი 20 წლამდე ასაკის იყო. 15-დან 20 წლამდე ამ პერიოდში წავიდა და თავის სახლის ახლოს ლაონი ესე ქვია იმ ადგილს, სადაც იგი ცხოვრობდა. დაიწყო განმარტოვებული, განდეგილი გახდა, მოკლედ რა, განდეგილი გახდა. იმდენად აღარ აინტერესებდა მას, იმდენად უფრო სწორედ მჭვრეტელობა და ლოცვა და ეს ღვთისმეტყველება იმდენად ამან იგი მიიზიდა, რომ წავიდა და განმარტოვებული ცხოვრება დაიწყო და აი ამ დროს ძალიან მალე მოხდა ის, რომ გარდაიცვალა რეიმსის ეპისკოპოსი, ქალაქ რეიმსთან ახლოს ხდება ეს ყველაფერი და გარდაიცვალა რეიმსის ეპისკოპოსი და აი იმდენად უკვე ცნობილი იყო წმინდა რემიგიუსის სახელი ხალხისთვის, რომ ერთხმად აბსოლუტურად სამღვდელოებამ და ხალხმა 22 წლის რემიგიუსი გამოირჩია ეპისკოპოსად. 22 წლის ასაკში გახდა რემიგიუსი და ცოტა მოვლენებს წინ გავუსწრებ. მისი ერთ-ერთი ასევე აი როგორც ნამდვილი სასწაულის მოიხსენება 70-ზე მეტი წლის განმავლობაში აი დაუღალავად მართავდა ეკლესიას. წარმოუდგენელი რაღაცაა ეს. წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მე ვისარგებლებ კიდევ შემთხვევით და ერთი წმინდა რემიგიუსად შევავედრებ ჩვენ პატრიარქს და მეორეც ერთი გეტყვით, რომ ჩვენ ლოცულობთ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, 100 ფსალმოს ყოველდღე ვკითხულობთ, იმისათვის, რომ პატრიარქთან ერთად ვიდღესასწავლოთ მისი აღსაყდრების 50 წლის თავი. თორე ეპისკოპოსობა უფრო მეტი და კიდევ ბერობა, ხო? ანუ ეს 70-ზე მეტი წელია, რაც ბერია ჩვენი პატრიარქი, მაგრამ აი ეს რემიგიუსი 70 წელი იყო ეპისკოპოსი. და სრულფასოვნად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქიც სრულფასოვნად აღასრულებს, თუმცა ფიზიკურად დაუძლურებულია, არ შეგეპაროთ ეჭვი, ნამდვილად ვამბობ, ნამდვილად ვიცი, იგი მართავს ჩვენს ეკლესიას ძალიან მტკიცე ხელით მიყავს სწორი მიმართულებით ჩვენი ეკლესია და აი რემიგიუსი იყო ესეთი, რომელმაც 70 წელი იყო და ჩვენ პატრიარქობაზე რაც ბევრად უფრო ძნელია, რაც ერთი მხარის ეპისკოპოსობა. აი ეს ეპისკოპოსი იყო 70 წელი, ხა გავაგრძელოთ რემიგიუსის შესახებ. მოკლედ 22 წლის ასაკში გამოირჩიეს და როდესაც იგი მისი ეპისკოპოსად კურთხევის დროს, ესე იგი ტაძარი განათდა და რაღაცა საოცარი სურნელება გავრცელდა მთელს ტაძარში, მოხდა უკვე თავიდანვე მოხდა ძალიან დიდი სასწაული და კიდევ ესე იგი მისი ძმაც პრინციპიუსი ერქვა სახელად, პრინციპიუსი იყო ეპისკოპოსი, რემიგიუსის ძმა, სუასონი არის ქალაქის სუასონი და ამ სუასონის ეპისკოპოსი იყო პრინციპიუსი. ძალიან მალე რემიგიუსი რაც გახდა ეპისკოპოსი, ძალიან მალე ბელგიასა და მთელს ჩრდილოეთ გალიაში მისი სახელი უკვე ყველა მიცოდა, იმიტომ რომ იგი გახდა დაუღალავი მქადაგებელი და წარმართა მომაქცეველი. ბევრი მაშინ წარმართებიც ბევრნი იყვნენ და ასევე მოუწოდებდა ჯერ კიდევ არიოზის ერესი არსებობდა, არიანელები ჯერ კიდევ არსებობდნენ და ამათ მოუწოდებდა მოქცევისაკენ ეს რაღაცა საოცარი სენი იყო ეს არიოზის სწავლება საუკუნეების განმავლობაში, მოკლედ ესე იგი აწუხებდა მსოფლიოს რა ფაქტიურად და ეს იყო ერთ-ერთი ცნობილი ასევე მომაქცეველი, არა მარტო მტკიცე დამცველი მართლმადიდებლობის, არამედ არიანელების და წარმართების მომაქცეველი.
ნუ ეპარქიები შექმნა სამღვდელოება განამრავლა თავის ეპარქიებს თავის სხვა ესე იგი ეს მიტროპოლია იყო ფაქტიურად და ეპარქიები რეიმსის მიტროპოლია და შექმნა ეპარქიები და ეპისკოპოსები სამღვდელოება და ესე იგი და უამრავი სასწაულის მომხდენი აი ეს სასწაულები ძალიან ეხმარებოდა ქადაგებაში მაგალითად ძალიან საინტერესო მაგალითი არის შემორჩენილი რომ ესე იგი სადაც არ უნდა ეკადაგა ესე იგი ჩიტები შეიკრიბებოდნენ ხოლმე თითქოს უსმენდნენ და განსაკუთრებით მე ტრაპეზი ემართებოდა ესე მისი ხელიდან ჩიტები ჭამდნენ საჭმელს ავადმყოფების განკურნება ეშმაკეულებისგან განსხმა ეშმაკების და ერთხელ ესეთი შემთხვევა იყო რომ სადაც იყო გაჩნდა ხანძარი და აი შევარდა ხანძარში და ესე ხელები გაწია თითქოს ეს ცეცხლი გაწია და ჩაქრა შემდეგ ეს ცეცხლი ეს ის პერიოდია როდესაც არეულ-დარეულობაა ძალიან ევროპაში და მის სამშობლოში და დასავლეთ რომის იმპერიაში არის ბარბაროსების შემოსევა და გალის სამხრეთი ეს არის ვიზგოტებისა და ბურგუნდიელების რომლებიც არიან არიანელები მათი შემოსევა მდინარე რეინის სანაპიროებზე ალამანები ანუ გერმანული ტომები არიან და ჩრდილოეთი გალია კი ფრანკების ხელში არის და აი აქედან იწყება ესე იგი 482 წელია როდესაც 482 წელი როდესაც ფრანკების მეფე ხდება კლოდვიგი მამამისის ჰილდერიკის გარდაცვალების შემდეგ კლოდვიგი 15 წლის ახალგაზრდა ხდება მეფე ფაქტიურად ფრანკების მეფე აი ამ საშინელი სასტიკი ხალხის ფრანკების ველური ნუ ნახევრად ველურები არის და აი ამ ახალგაზრდა იმპერატორს თუ მეფეს მისწერა წერილი წმინდა რემიგიუსმა და ეს წერილი შემორჩენილია მე წაგიკითხავთ ახლა ამ წერილს ეს წერილი შემორჩენილია ეს არის მისი მცირე რიცხოვანი შემორჩენილი თხზულებებიდან ერთ-ერთი ესე იგი ეს ტექსტი ახლა წაგიკითხავთ ერთი წუთით ჩვენამდე მოვიდა სიახლე ახალი ამბავი რომ თქვენ ბედნიერი ისტორიული ბედნიერი გარემოებების ნუ ესე მიმართავს ახლა ეს მამის გარდაცვალება ვერ არის ბედნიერი ვთქვათ ალბათ მაგრამ ნუ აი ბედნიერი ესე იგი ბედნიერება რომ თქვენ გახდით ჩვენი მეფე და თქვენ ჩაიბარეთ ასევე სამხედრო საქმეები, სამხედრო მართვა 15 წლის ბიძია ლაპარაკი. მაგრამ არ არის ახალი ის რომ შენ უკვე ხარ და ხდები ისეთი როგორიც იყვნენ შენი წინაპრები. და ამიტომ შენ მათი მემკვიდრე ხარ და ამიტომ შენ ისე უნდა იმოქმედო და ისე უნდა მართო ქვეყანა რომ ღმერთმა არ მიგატოვოს შენ და ისე განლო ეს ცხოვრება რომ უფალმა შენი ცხოვრება დალოცოს იმიტომ რომ ასე ამბობენ რომ ადამიანის შეფასება ხდება მისი ცხოვრების ბოლოს იმის მიხედვით რა მოქმედებები აღასრულა მან ამიტომ შენ ესე იგი აი 15 წლის კიდევ ერთხელ ხას გავუსვამ ახლად ნაკურთხ მეფეს მიმართავს რომ აი შენ ისე უნდა განლო შენი ცხოვრება რომ ცხოვრების ბოლოს
ღმერთმა დალოცოს შენი ცხოვრება ამისათვის შენ უნდა აერჩიო ესეთი მრჩევლები რომელიც შენს სახელს ბრწყინვალებასა და დიდებას შეძენენ და თუ შენ მათ რჩევებს გაითვალისწინებ მაშინ შენი სამეფო იქნება ყველაფერი კარგად იქნება შენ სამეფოში უნდა იყო შენი მოქალაქეების მფარველი უნდა განსასწრელსა შინამყოფრი უნდა ანუგეშო ქრივებს დაეხმარო ობლები გამოყვებო და ისე უნდა მართო ქვეყანა რომ ყველას შენი ეშინოდეს და უყვარდე და შენ ბაგეთაგან ყოველთვის სამართლიანობა გამოჩვიოდეს გამომდინარეობდეს შენი ბაგეებიდან და არასოდეს არ დაჩაგრო და არ მოთხოვო არაფერი არც ღატაკებს და არც უცხოეთიდან ჩამოსულებს და კიდევ დაიმცირებ თავს საჩუქრების მიღებით საოცარ რაღაცებს ეუბნება და შენი სასახლე ღია იყოს ყველასათვის და არავინ არ წავიდეს შენი სასახლიდან დამწუხრებული და ყველა მთელი სიმდიდრე რომელიც შენი მამისაგან და შენი წინაპრებისგან მიგიღია გამოიყენე ტყვეთა ნუგეშინის ცემისათვის და ტყვეთა გამოსახსნელად და გამოიხსენი ტყვეები მონობისაგან და თუ შენთან ვინმე მწირი მოვა უცხოელი აგრძნობინებ მას რომ იგი უცხოელია უცხო ქვეყნიდან არის და იყავი მხიარული იყავი იხუმრე ახალგაზრდებთან და ისაუბრე ბრძნულად ასაკოვან ადამიანებთან და განიხილე შენი სამეფოს საქმეები მათთან და თუ გინდა რომ იყო ნამდვილი ჭეშმარიტი მეფე ისე იმეფე რომ შენ ყველა გთვლიდეს ღირსეულ მეფეთ აი ესეთი დარიგებები ესეთი წერილი მისწერა არაფერი არ დაუჯერა საერთოდ არაფერი არ დაუჯერა აი ყველაფერი საწინააღმდეგოდ გააკეთა მკლავდივი და იყო აი ცბიერი მართველი სასტიკად უსწორდებოდა ყველას ვინც არ მოწოდა ოღონდ კი თავისი ბიზნესთვის მიეღწია კლავდა და ატყუებდა ხალხს და კიდევ ერთმანეთს ისადმე შუხს აუღვივებდა იმ ადამიანებს ვისი თავის გარემოცვაში ვისი შიშიც ჰქონდა რომ მეფობაზე რაიმე პრეტენზია შეიძლება ქონოდათ და ბოლოს აი ვინც შეიძლება რომ სამეფო ტახტისთვის საშიში ყოფილიყო ყველას კლავდა თუმცა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ შესავალიდან გამომდინარე რომ ეს მაშინ ჩვეულებრივ როგორ გითხრათ ესე ცხოვრობდა ყველა მოკლედ აი ეს რო შეიცვალა ეს არის საოცრება თორე ესეთი იყო სამყარო მაშინ აი ესეთ სასტიკი 493 წელს ესე იგი 10 წლის მერე რაც მეფე გახდა ანუ 26 წლის ასაკში დაახლოებით მან აი აქედან იწყება სხვათა შორის მან მოიყვანა ცოლად კლოტილდა წმინდანია კლოტილდაზე აღარ მოგეყვებით ახლა იმიტომ რომ ისედაც დიდი მოთხრობაა საკმაოდ და კლოტილდა მოიყვანა ცოლად რომელიც იყო მტკიცე მართლმადიდებელი ქრისტიანი ქალი ახალგაზრდა ქალი და აი კლოტილდამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კლოდვიგზე რაღაც არაჩვეულებრივი აი როგორ გითხრათ წმინდანი და ესე იგი ეს კლოტილდა სულ ცდილობდა რომ იქადაგაქმრისთვის და დაერწმუნებინა რომ იგი უნდა გამختارიყო ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანი
და ადრე მომიყოლია და ამან რა თქმა უნდა დიდი გავლენა მოახდინა და მიუხედავად იმისა, რომ აი რემიგიუს არაფერი არ დაუჯერა, ეპისკოპოსების მიმართ, მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიმართ მას ჰქონდა მოწიწება. და ესეთი ცნობილი ამბავი ადრე მომიყოლია, ეს არის ეგრეთ წოდებული სუასონის ბარძიმი. როდესაც მისი ლაშქარი შეიჭრა ამ სუასონში, ქალაქში, აი კლოდვიგის, სადაც რემიგიუსის ძმა პრინციპიუსი იყო ეპისკოპოსი. მათ აოხრეს ესე იგი ეს ქალაქი, გაძარცვეს ეკლესია, ჩვეულებრივი ამბავი, როგორც მოგახსენეთ და საეკლესიო ჭურჭელი წაიღეს. და რემიგიუსმა სთხოვა კლოდვიგს ერთი განსაკუთრებულად ძვირფასი და ძალიან, რა ვიცი, მნიშვნელოვანი ბარძიმი იყო, საეკლესიო ბარძიმი და თხოვა რომ ეს ერთი ბარძიმი მაინც დაგვიბრუნეთო თუ შეიძლება და შეპირდა კლოდვიგი. შეპირდა, ახლა კლოდვიგის ხასიათზე გიყვებით, მომიყოლია ადრეც. მოკლედ გამოაცხადა თავის ჯარისკაცებში, რომ როდესაც ალაფს გაიყოფდნენ, ესე ხდებოდა ხოლმე, რომ აი კენჭყლიდან ვის რა შეხვდებოდა. რომ აიმ გათამაშებაში თუ ამ განაწილებაში ეს ერთი ბარძიმი არ მოეხვედრებინათ და ეს როგორც მეფის ალაფი ესე გადაეტოთ. და ერთმა, ესე იგი, მხედარმა ოფიცერმა თუ რაღაცამ, მოკლედ ნაჯახი ჩასხვა ბარძიმს გაჩეხა. რომ არავის არ შეხვედროდა. ესეთი რამე გააკეთა. ამან ეს გაჩეხილი ბარძიმი მისცა რემიგიუსს. და დაახლოებით 1 წელი გავიდა ამ ამბის მერე და დათვალიერება რა ჯარის და ამას რომ მეუახლოვდა ამ პიროვნებას უცებ მოუქნია ნაჯახი და ჩასხო თავში და გაუჩეხა თავი და უთხრა აი ესე მოეკეცი შენ იმ ბარძიმს რომ მაშინო აი ესეთი იყო ეს კლოდვიგი მოკლედ რა და აი ხა იწყება ესე იგი ეს თავარი მოვლენები ოლბიაკი ესეთი ადგილია გეოგრაფიული და ალამანებთან, ანუ გერმანულ ტომებთან არის ამათი ბრძოლა და ვერ აქვს ამ კლოდვიგის კარგად საქმე, მოკლედ აგებს ამ ომს რა. არა და აგებს ომს და აგებს ყველაფერს აბსოლუტურად. და რომ მიხვდა რომ უკვე აღარაფერი აღარ უშველის, აი რაღაცა არის ხო პარალელები ისტორიაში. მირიან მეფემ, როდესაც თქვა რომ ნინოს ღმერთო შენ დამეხმარე. აი ესეთი რაღაცა თქვა კლოტილდას ღმერთო და რემიგიუსის ღმერთო დამეხმარე. და მე მივიღებ ქრისტიანობას და მოხდა სასწაული და გაიმარჯვა. გაიმარჯვა და მოკლედ დიდი სიხარული არის და ესე იგი ხა აბა შეესრულა ზომან პირობა და რაღაცა ფეხს ითრევს. ესე კლოდვიგი და კლოტილდა ეუბნება კაცო. ხო შეპირდიო ღმერთო და რა არიციო რა დაგემართებაო. ხო და რა არისო იციო ეს კლოდვიგი ეუბნება კაცო მე კი შევასრულებო პირობას უნდა მივიღებო მაგრამო. მის პირად ამალაში არის 3000 მეომარი. და ეს ყველაფერს ამ მეომრებთან ერთად ინაწილებს, ერთად ცხოვრობენ ფაქტიურად რა, მომთაბარე ცხოვრებით, ხო? სულ ბრძოლაში არიან და რა. ხო და ეხლა რაშია საქმე ვიცი რომ მე რომ ჩემ ღმერთებს უალატო და გავხდე ქრისტიანიო, აი ჩემ მეომრები რა სიტყვიანო. ხო და კლოდვიგის ესე იგი ეს რემიგიუსენება იცი რაო? ეს ხო გითხარით აი საოცარი პიროვნება ძალიან სწრაფად რეაგირებს რა ყველაფერს ხო და მეუბნება იცი რაო? წადიო რა კითხეო და უთხარიო რა ამ შენ ჯარისკაცებს რომ ესეთ რამეს აპირებო და რას იტყვიანო რა. ესე იგი იქნება მაინც კითხეო ხო ყველაფერს ეკითხებიო და ხო ყველაფერს ერთად წვეთო და ესეც ერთად გადაწყვეტეთო რა მარტო ნუ გადაწყვეტო ამას. და წავიდა ეს მართლა კლოდვიგი თავის ჯარისკაცებს მეომრებს შეხვდა და უთხრა და რა უპასუხეს ეს კიდევ ერთი დიდი სასწაული. უცებ ეს წელი ლაშქარი ეუბნება რომ მეფეო ჩვენო ძალიან დიდი ხანია გვინდა ქრისტიანები გავხდესო და გვერიდებოდა შენ და ვერ გეუბნებოდით. ესეთი რა მეუთხრეს. რაღა დარჩენოდა რა ამ კლოდვიგს და რა აღმოჩნდა რომ 10 წელი რემიგიუსი
ჯარში დადიოდა და გადაგებდა. და რემიგიუსის ესე რომ ვთქვათ მისიონერული მსახურების შედეგი იყო ეს, რომ ესე იგი ფაქტიურად გამოცხადდა საერთო საყოველთაო ნათლობა. და აი ეს როგორც მოგახსენეთ, აი ეს ითვლება ფრანგი ერის, ფრანგი ნაციის დაბადებად, აი ამის შემდეგ ეწოდებათ მათ ფრანგები და ესენი აი ამათმა დაუდეს საფუძველი ფრანგ ერს, რომელმაც ასე პირველი მოკლედ აღავლაპარაკობ, ხა რა არის სასაცილო, რა უბედურებაც ამ საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა. ნუ რა ვიცი. არც მე არა ვარ მზად შეფასებების გასაკეთებლად და არა მაქვს ახსნა სხვათა შორის, თუმცა ჩემი თვალით მაქვს ეს ყველაფერი ნანახი ჩემს სამშობლოში. დღეს დავდივართ ეს მთელ ქვეყანაში, ხანამ ცნობილ გურიაში ჩავდივარ ხან და ხედავ საოცარ ანთებულ თვალებს, საოცარ მოწიწებას ეკლესიის მიმართ და მახსენდება ესეთივე პირველობა იმაში, რომ ამ ხალხმა, ამათმა უშუალო წინაპრებმა როგორ დაანგრიეს და როგორ გაანადგურეს ეკლესია და როგორ დაარბიეს ესე იგი. ხო და აი რა აქვს ამას ახსნა, ვერ გეტყვით. აი ესე ყველაფერში პირველები როგორ ვიყავით ჩვენც სხვათა შორის, არა მარტო ფრანგები. და აი იმ რევოლუციაში, ოქტომბრის რევოლუცია, რასაც ეწოდება 1917 წლის, ქართველებს ძალიან დიდი მონაწილეობა აქვს, ყველა მე ძალიან კარგად იცით. ქართველების დიდი დამსახურება ღვაწლი, ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში რა თქმა უნდა. ნუ მოკლედ ესე იგი, ხა ჩვენ გადავინაცვლოთ ის რეიმსში, ქალაქ რეიმსში, სადაც მზადდება ეს დიდი ნათლობა. ეხლა უნდა ერთი წუთით. ნუ რემიგიუსი ემზადება და ესე იგი ეს კლოდუგის საოცარებას. მოკლედ კლოდუგმა დაპატიჟა ყველა. სხვადასხვა სამეფოებიდან რაღაცა მოკლედ დიდი ამბავია რა. აი ლამის როგორც კორონაცია ისეა და თუ ინაუგურაცია თუ რაღაც აი რა ვიცი რა სიტყვები ვიხმარო, მოკლედ აი ეს კლოდუგი ემზადება და სთხოვს რემიგიუსს რომ მოგვიყევი ქრისტიანობის შესახებ. რომ ჩვენ თანახმოვართ, ჩვენ მოვინათლებით, თუმცა გაგვაგებინე რას ვაკეთებთ. მოგვიყევი და ეხლა ძალიან ამბავი უნდა გითხრათ. და რემიგიუსი იწყებს საჯარო გადაგებას, საუბარს და უყვება ყველაფერს, ნუ რაც შეიძლება ხა ესე მოკლედ რომ მოყვეს და განსაკუთრებით ქრისტეს ჯვარცმის შესახებ რომ გადავედა აი ამ როგორ გააკრეს ქრისტეს ჯვარზე. ამ კლოდუგი ვეღარ მოიწმინა და შეაჩერა და აუ სად ვიყავიო ამ ჩემი 3000 მეომრითო ამის უფლებას როგორ მივცემდიო მაგათო რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრათ. აი ესეთი იყო კლოდვიგი, სადაც არის ბავშვით იყო რა, მოკლედ ბავშვით იყო და მოკლედ ესე და აი ესეთ ვითარებაში დაიწყო ნათლობა. ახლა დავწერე ამბავი კიდე. ნუ აი ესეთი ზეიმია ამეთასე კაცი ნათლობა და მირონი გავთავდათ. აღარ არის. რა უნდა ქნა? აღარ არის, ნუ მირონი. და რა ქნა იცით? რემიგიუსმა ეს გამოსახულებები არსებობს და ხომ მოგიყვებით. მოკლედ ხელები აღიბყრო ზეცად და სთხოვა უფალს რომ მირონი გამომიგზავნო. და ყველას დასანახად ტრედი ჩამოფრინდა და ჩამოიტანა აი ეს ამპულა ქვია ფრანგულად, ფლაკონი თუ რა ვიცი რა უწოდოთ, შუშის როგორც ამბობენ რომაული შუშის, რომაული ტიპის შუშის ჭურჭელი იყო, მცირე, მაგრამ ეს მირონია, რომელიც ნუ აი ძალიან ცოტა უნდა მოეწყოს ადამიანს, რომელიც საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ეს ამდენი ადამიანი მონათლულიყო. აი ეს მტრედმა და ეს ფლაკონი შემდეგ დიდხანს ინახებოდა და ამის ისტორიას კიდე ცალკე მოგიყვებით. აი ეს უნდა გაჩვენოთ, ეს არის საფრანგეთის რუკა, მაინც ეს რეიმსი სად არის ქალაქი რო იცოდეთ. ეს არის საფრანგეთი და ქალაქი რეიმსი.
და მოკლედ აი მის შემდეგ რეიმსი გახდა კორონაციის ქალაქი. საუკუნეების მანძილზე დიდხანს ძალიან ბოლო პერიოდამდე მეფეების კორონაცია ხდებოდა ქალაქ რეიმსში. და აი ამ საუკუნეების მანძილზე ამ ფლაკონს ინახავდნენ და ამატებდნენ, შიგნით ამატებდნენ მირონს და ეს სხვა შორის ჩვენთანაც ესეა, ჩვენ გვაქვს ჩვენ მირონში არის პირველად რომ მოიხარშა საქართველოში მირონი ეს იყო ვახტანგ გორგასალის დროს და აი იმ მირონის ნაწილი არის ამ ჩვენს მირონში ჩვენ რომ ესე იგი მირონის კურთხევა ესე ხდება ნუ ხა ეს წესი კიდე ცალკე არის როგორ იხარშება ეს მირონი და ბოლოს გამზადება და მოიხარშება გამოაბრძანებენ დედა მირონი ესე ქვია დედა და ეს დედა მირონი ცალკე ჭურჭელში ინახება და ეს მირონი ჩაისხმება იმ მოხარშულ მირონში და გადადის ეს ამიტომ ჩვენ რაც მირონი გვაქვს ხა ჩვენ ქართულ ეკლესიას კონკრეტულად ხო იმ მირონში ვახტანგ გორგასალის მირონის ნაწილი არის იმიტომ რომ არ შეწყვეტილა ეს მემკვიდრეობა და აი ესენიც ესე იყვნენ ეს ფრანგები სანამ რაღაც ეს უბედურება არ დატრიალდა მერე საფრანგეთის რევოლუციის და ეხლა მასაც მერე მოგიყვებით და მოკლედ ახლა ითოლება რომ ეს მირონის სასწაული ტრედმა რომ ჩამოიტა ესე ითოლება ნუ ეს არის ფაქტიურად მოგეუბნებით ახლა ნაციის დაბადებაც არის და ასევე რემიგიუსის ცხოვრებაში ნუ მთავარ სასწაულად ითვლება მიუხედავად იმისა რომ რემიგიუსს აქვს ძალიან დიდი სასწაულები მოხდენილი მაგალითად მიცვალებული ყავს გაცოცხლებული მაგალითად ჩამოთვლილი არის ესე იგი ჩამოთვლილი არის მისი სასწაულები როგორც მოგახსენეთ უდიდესი სასწაულია რომ 70 წელი იყო ეპისკოპოსი და დაუღალავად მართავდა ტურნის, კამბრეს, ტერუიანი და ლიონის კათედრები ჩამოაყალიბა ძალიან თავმდაბალი იყო და ძალიან უყვარდა ესე იგი თავისი მოყვასი და კიდევ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა მღვდელმა კლაუდიუსმა და მთელი ეკლესია მოითხოვდა ამ კლაუდიუსის განკვეთას არ განკვეთა არაფრით აპატია ესეც აი დროს როცა ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი იყო რომ აი განკვეთა და მოკლა რაღაცა ხო ეს მონობა რაღაც აი ასეთ დროს ისდგამდა რემიგიუსი ისეთ ნაბიჯებს რომლის გამოცხოები განიკითხავდნენ მას აი თუნდაც ამ კლაუდიუსს რო აპატია მაგალითად სისუსტეთ ითვლებოდა და კიდევ უდიდესი სასწაული თუ ესე იგი აი ადამიანს ოდნავ წარმოუდგენია რასაც ახლა მე ვიტყვი ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე მან დაარწმუნა არიანელი ეპისკოპოსი და იგი გახდა მართლმადიდებელი აი ეს ასევე მისი ერთ-ერთი უდიდესი სასწაულია მოკლედ ну, ცხადია ხა თუ 70 წელი მართა ეკლესია ძალიან ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაბრმავდა რემიგიუსი, ოღონდ ილოცა და თვალები აეხილა. და შემდეგ უკვე უკანასკნელი ლიტურგია აღასრულა, ეზიარა და 533 წლის 13 იანვარს დღევანდელ დღეს აღესრულა. დაასაფლავეს ქალაქ რეიმსში. შემდეგ 882 წელს ნორმანების შემოსევის საშიშროება იყო და გადაასვენეს სხვაგან ეპერნეიში ქალაქ ეპერნეი ესე ერქვა და რომ გახსნეს საფლავი მისი სხეული იყო სრულებით უხრწნელი. და თავიდან ეკვდერი იყო წმინდა ქრისტოფერის სახელობის და საფლავი შემდეგ გააფართოვდა ესა და ეს ესე იგი დღეს არის რემიგიუსის ბაზილიკა რეიმსში ამ ფოტოებს ყველაფერს გაჩვენებთ და
რეიმსის მოკლედ აი რეიმში ორი დიდი ტაძარია, ეს არის რემიგიუსის ბაზილიკა და ეს არის რეიმსის კათედრალი, ქალაქ რეიმსის კათედრალი, სადაც საუკუნეების მანძილზე ესე იგი ხდებოდა მეფეების კორონაცია, საფრანგეთის მეფეების კორონაცია. რეიმსის ეპარქიის მფარველი არის დღესაც და რემიგიუს ევედრებიან შავი ჭირის შემთხვევაში, გველის ნაკბენის დროს ევედრებიან, ციებ-ცხელება, ყელის ტკივილი, ყელის ავადმყოფობები, სასოწარკვეთილების დროს და ასევე განურჩევლობა რელიგიის მიმართ, ანუ რწმენის მიმართ განურჩევლობის შემთხვევაში სთხოვენ რელიგიურ, ესე იგი, ის ვინც განურჩევლის კი არ თხოვს, მასზე რომ ცდილობენ რემიგიუსს თხოვენ ხოლმე დახმარებას. ეხლა რაც შეეხება აი ამ წმინდა, არ ვიცი ქართულად როგორ ვიხმარო, რა სიტყვა არც გონი არც გვაქვს, ფლაკონიც არ არის ქართული სიტყვა, ხო? ამპულას ვიხმარო, წმინდა ამპულა, ესე არის. ფრანგულადაც ესეა, წმინდა ამპულა. მოკლედ აი ეს ამპულა, როგორც მოგახსენეთ, საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა და აქედან მინოს ამაში ასხამდნენ და შემდეგ იყენებდნენ და 1793 წელია და რეიმსის, ესე იგი, რეიმსის ცენტრში იმპერიის მეფის ქანდაკება დგას, ეს არის ლუდოვიკ მე-10, დემონტაჟი გაუკეთეს ამას, ბრინჯაოსი იყო ალბათ, არ ვიცი და იარაღი ჩამოასხეს ამითი და პედესტალი არის დარჩენილი მარტო და შეკრიბეს ხალხი, სახელებიც არის ცნობილი სხვა შორის, მაგრამ რა გვინდა იმათი ვიგინდა რა ხალხის სახელები, მოკლედ აი ამ ნაციონალური კონვენტი, ესე ქვია, აი ამ კონვენტის წევრებმა საზეიმოდ ამაზე რძენი დეტალებია ცნობილი რა, გამოიტანეს ეს რეიმსის კაფსულა და დაამსხვრეს პირდაპირ ამას დაარტყეს, რა ასერჩოდნენ, აი ესეთები და შეკრიბეს ეს ნამსხვრევები და პარიზში გააგზავნეს რევოლუციურ კომიტეტში, რომ იმათი, ესე იგი, მოწონება დაემსახურებინათ რა. აი ესეთი საშინელი ფაქტი მოხდა, ეს ეროვნული სიამაყე, ფაქტიურად ერის დაბადება. არ ვიცი მე, ჯობია განკითხვას თავი დავანა. ოღონდ რა მოხდა, ნახეთ, მე გავიდა ცოტა დრო და გამოჩნდა ვიღაცა პიროვნება, იმისი სახელიც არის ცნობილი და გამოაჩინა 1822 წელს, უკვე 21 წელს და თქვა, რომ აი მე დავმალე მაშინ. ნატეხი აი ამ ფლაკონისგან გადარჩინა და წეთი იყო შემხმარე მირონის წეთი აი ამ ნატეხზე და ფაქტიურად ამითი აღადგინეს ეს ესე იგი ახალი კაფსულა შექმნეს ოქროთი და ალმასებით მოჭედილი და იმ ახალ კაფსულაში აი ამ კაფსულის ნაწილია ჩადებული ეს მირონი და აი ესეთნაირად განაახლეს, თუმცა მოგვიანებით კიდევ აღმოჩნდა, გამოთქვეს უკვე რომ თურმე იცოდნენ უკვე რო გრძნობდნენ რომ შეიძლება მოხდარიყო მთლიანად ვერ, იმიტომ რომ ეჭვს აიღებდნენ და რაღაცა ნაწილი მირონის გადმოასხეს და შეინახეს. იმც იყვნენ იქ მესვეურები ამ კაფსულის და გადაარჩინეს მოკლედ. და მოგვიანებით კიდე ცოტა გვიან სპეციალური კომისია შეიქმნა რეიმსის საკათედრო ტაძარში, რომელმაც შეისწავლა, გამოიკვლია და დაადასტურა, რომ ეს არის ნამდვილად ორიგინალი, ესე იგი, ანუ ნამდვილი ჭეშმარიტი ის ძველი მირონის ნაწილი. ახლა როგორ დაადგინეს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს არსებობს ეს რეიმსის არქიეპისკოპოსში ინახება მოკლედ ეს კაფსულა და ეს მირონი. მე გადავდივარ გამოსახულებებზე, აი წმინდა კლოტილდა, წმინდა მინიატურა, ხო? კლოტილდა და რემიგიუსი, როგორ კლოტილდა ესწრება კლოდვიგის ნათლობას. აი კიდევ რემიგიუსი ნათლობს კლოდვიგს.
ესეთი მინიატურები არსებობს. შემდეგ არსებობს აი ესეთი რაღაც არაჩვეულებრივი გამოსახულება, მე-12 საუკუნის გამოსახულება არის ესა. არა, უკაცრავად მე-9 საუკუნის. აი, რემიგიუსი ნათლავს კლოდვიგს, კლოტვილდა აქაც ჩანს და ესენი არიან, ესე იგი. არ ვიცი ხა ზუსტად ვერ მოგატყვევ დამსწრეები. აი ეს არის კლოდვიგის ნათლობა. სპილოს ზვალია ეს. და აი კიდევ ეს არის რეიმსის საბატო და ის სწორედ რემიგიუსის სახელობის ტაძარი და ეს კი არის რეიმსის კათედრალი, სადაც ხდებოდა მე-19 საუკუნეში შედგა სხვა შორის ბოლო კორონაცია აქ მეფის. კიდევ აი ეს არის სანაწილე რემიგიუსის მინა ნაწილები სადაც არის და აი ესე არის დღემდე ეს ნახატია სხვათა შორის, აი ეს მინდა ამპულა როგორ ინახებოდა და როგორ ინახება. ეს არის წმინდა რემიგიუსის შესახებ და ნუ ახლა ნამცეცები გვაქვს რემიგიუსის, მაგრამ ნუ ესეთი უდიდესი პიროვნების. აი ფაქტიურად საფრანგეთის მოციქული, განმანათლებელი, რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება რემიგიუსის შესახებ ვთქვა და შეგვიძლიოს მისი მადლი და მე კი გადავდივარ ახლა შემდეგ წმინდანებზე. ნუ როგორც მოგახსენეთ, დღეს არის წმინდა ლეონტიუსის ხსენება, რომლის შესახებაც რამდენი ძალიან ცოტა რა ვიცით, მაგრამ სამაგეროთ რაც ვიცით არის რაღაცა გასაოცარი ამბები. 327 წელს გარდაიცვალა წმინდა ლეონტიუსი კესარიის, კაპადოკიის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ესე იგი რამდენიმე რამე უნდა ჩამოგითვალოთ. იყო ბავშვობის მეგობარი გრიგოლ სომეხთა განმანათლებლის, გრიგოლ პართელის და მან აკურთხა ლეონტიუსმა წმინდა გრიგოლი ეპისკოპოსად და ფაქტიურად სომხეთის პატრიარქად მან დანიშნა და გააგზავნა სომხეთში. მეორე, ესე იგი, რაც მის სახელთან არის დაკავშირებული, გრიგოლ ღვთისმეტყველთან იყო სტუმრად მისული სახლში, უბრალოდ მის მამასთან, გრიგოლ ნაზიანზელ უფროსთან და მან მონათლა გრიგოლ ნაზიანზელი. ხო, აი საოცარებებს გეუბნებით. და უკადაგადა მოაქცია. და ასევე ათანასე დიდის ძალიან მაღალი შეფასება ძალიან აფასებდა წმინდა ლეონტიუსს და კიდევ მშვიდობის მტრედი ესე უწოდებდნენ მას და აი ეს არის ფრესკა წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტაძარი ქალაქ ანისში, სომხეთის დედაქალაქში, ქართულ ეკლესიაში, ქართული ტაძარია წმინდა გრიგოლ პართელის სახელობის და აი აქ რომელია, ოღონდ ვერ გეტყვით, წაშლილია სახეები, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი აქ არის სწორედ ეპისკოპოსი ლეონტიუსი, რომელიც 1215 წლის ფრესკა ესა და აი წმინდა ნაწილი წმინდა ლეონტიუსის, ასევე სომხეთის ეკლესიისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი წმინდანია წმინდა ლეონტიუსი. აი მისი წმინდა ნაწილიც გაგვაჩნია და ბოლო წმინდანი, ვის შესახებაც დღეს უნდა გესაუბროთ, ეს არის კორდუბელი წმინდანი. კორდუბა ესე იგი ცნობილი თემაა ეს. მე ბევრჯერ მისაუბრე ესპანელი წმინდანების შესახებ და წყარო მის შესახებ ეს არის ეულოგიუს კორდუბელი, თავისი სამახსახს ესე იგი მოსახსენებელი, წმინდანების მოსახსენებელი წიგნი ესე ქვია. მეორე წიგნში არის ამის შესახებ ძალიან მოკლედ არის და მოგიყვებით რაც არის და ესე იგი ორი ადამიანი არის ერთად. წმინდა გუმესინდუსი და სერვიდეო. გუმესინდუს და სერვიდეო, ანუ servus dei, ესე ქვია მეორენაირად, იგივე სახელია servus dei, ანუ dei ეს არის ლათინურად ღმერთი, servus ეს არის მსახური, ღვთის მსახური, სახელად ქვია ესეთი სახელით და ესე იგი რას ყვება ეს წმინდა ეულოგიუსი
რომ მეცხრე თავი არის მეორე წიგნის მეცხრე თავი, რომ ეს გუმესინდუსი ტოლედოდან და მასთან ერთად სერვუს დეი ჩამოვიდნენ, ესე იგი კორდუბაში აწამეს, ესენი ჩამოვიდნენ, ეს იყო ბდელი გუმესინდუსი და ჩამოვიდა ტოლედოდან კორდუბაში და პატარა ბიჭი იყო, როდესაც თავის მშობლებთან ერთად გადმოსახლდა ამ ქალაქში და მშობლებს უნდოდათ, რომ იგი მღვდელი გამხდარიყო და მიიყვანეს ტაძარში წმინდა ფაუსტუსი, იანვარიუსი და მარციალის სახელობის და ამათი წმინდა ნაწილები ინახებოდა ამ ტაძარში და აი აქ მიიღო საეკლესიო განათლება და ღვთის შიშით აღიზარდა, ამ ტაძარში სკოლა იყო ბავშვებისთვის, აი აქ აღიზარდა, მერე მალე დიაკონი გახდა უკვე და მერე მღვდლად ეკურთხა და კორდუბის ახლოს ესე იგი მსახურობდა ტაძარში. და ერთხელაც ეს არაბობის პერიოდია და ქრისტიანობის დევნის, უფრო სწორედ თვითონ ქრისტიანებს კი არ დევნიდნენ, არამედ ესე იგი მტკიცედ იცავდნენ თავის მუსლიმურ წესებს და ვინც ესე იგი შეურაცხყოფდა მათ სარწმუნოებას, იმათ ჯიდნენ. და ერთხელაც მოკლედ ეს კორდუბაში უნდა ჩასულიყო ეს გუმესინდუსი და მასთან ერთად იყო ესე იგი ახალგაზრდა ბერი სერვუს დეი, რომელიც იყო აი აქ ესე იგი განდეგილი იყო ფაქტიურად. და ესე იგი შეიპყრეს ესენი ეს ორი გუმესინდუსი და სერვუს დეი და მათ ესე იგი რატო შეიპყრეს კი ვერ გეტყვით ახლა კარგად, მაგრამ ესენი დადიოდნენ და ქადაგებდნენ ქრისტიანობას და შესაბამისად ისლამს გამობდნენ. და აი ამის გამო შეიპყრეს და სასამართლოზეც ამხილეს. ესე იგი და შეურაცხყოფა მიაყენეს წინასწარმეტყველს მუჰამედს, სრულ წინასწარმეტყველს მუჰამედს, რომელიც სიკვდილით იჯებოდა იმ დროს რა, მოკლედ ეს ამბავი, ეხაც ან არ გაუხარდებათ მუსლიმებს ალბათ. და იანვრის დღესასწაულები იყო, ეს რომაული დღესასწაულები, მარტის დღესასწაულები ცნობილი, რომანიც არის ესეთი არსებობს არაჩვეულებრივი, ტორტონ ვაილდერის, ძალიან კარგია წაიკითხეთ. და შემდეგ ესე იგი ეს არის იანვრის დღესასწაულები და 13 იანვარს 852 წელს ესე იგი დასაჯეს სიკვდილით ქრისტიანებმა მათი სხეულები წმინდა მოწამე ქრისტეფორის ტაძარში და დაასაფლავეს. ეს არის მდინარე ბეტისი, დღეს ქვია გვადალკვივირი, აი ამ მდინარის გაღმა დაასაფლავეს. აი ეს არის სურათს ვიცით წმინდა ესე იგი გუმესინდუსის და სერვიდეოსი, ანუ სერვუს დეი. და გვაქვს სამ სერვუს დეის წმინდა ნაწილი, აი ესეთი ნაწილი. შეგვეციო სამწმინდანების მადლი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს არის შაბათი, 12 იანვარი და ჩვენ დღევანდელი წმინდანების შესახებ გვისაუბრია. ეს არის წმინდა გეტულიუსი და ეს არის წმინდა საბასერბელი და ჩვენ დღეს ახლა კიდევ ვისაუბრეთ 13 იანვრის წმინდანების შესახებ. ეს არის წმინდა იაკობ ნიზიბინერი, რომელზეც არ ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ გვისაუბრია და ფილმი არის მოგზაურობა წარსულისაკენ. ეს არის წმინდა ჰილარიუს პიქტავიელი, ეს არის წმინდა რემიგიუს რეიმსელი, ეს არის წმინდა ლეუნტიუს კესარია კაპადოკიელი და ეს არის წმინდა ბერი მოწამე სერვუს დეი, სერვიდეი და შეგვეციო სამწმინდანების მადლი. მე კი ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.